ყველაფერი ფართო გაგებით, ყველაფერი პოლიტიკაა, იცით ეს თქვენ. სპორტიც პოლიტიკაა, ხელოვნებაც პოლიტიკაა. მე რომ ახლა ვისაუბრო ლიტერატურაზე, ეს პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. ფართო გაგებით მეთქი, ანუ უშუალოდ და საკუთრივ პოლიტიკა ხო პოლიტიკაა, საერთაშორისო პოლიტიკა ხო პოლიტიკაა, მაგრამ ჯანდაცვაზე რომ ვისაუბრო, ესეც პოლიტიკაა. აი, რო თქვა, რომ ჯანდაცვის სისტემაში არ მომწონს, ეს ან პირიქით მომწონს ეს. უკეთესი იქნებოდა იმის გაკეთება და კარგია რომ უარესი მდგომარეობა არ აქვს. ხო, ესეც პოლიტიკაა. ახლა მე გავამახვილებ ყურადღებას ჩემთვის ერთი უძვირფასესი, აი ძვირფასებიც ხო არსებობენ, მაგრამ არსებობენ კიდე უძვირფასესი ადამიანები. ჩემთვის ერთი უძვირფასესი ადამიანის მოქალაქის, ჩემი მეგობრის მიერ გაზიარებულ პოსტზე, Facebook პოსტზე, რომელიც ფართო გაგებით, სწორედაც რომ პოლიტიკურია. და უბრალოდ პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილოთ ის პოსტი, მან გააზიარა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ნახეთ. მამა თეოდორე გაგნიძის ქადაგებებიდან ერთ-ერთი ქადაგება წარმოთქმული შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსიში 2023 წელს. უმორჩილესად გთხოვთ, რომ ჩემს ამ მეგობარს შეურაცხყოფა არ მიაყიროთ კომენტარებში. მიხვდებით, როგორი სოფხედვის ადამიანიც არის უკეთილშობილესი, ჩემი ძალიან ახლო ადამიანი, შეზრდილი ჩემთან და ასე შემდეგ. განსხვავებული მოსაზრებები კი გვაქვს პოლიტიკური, ვიწრო თუ ფართო გაგებით, მაგრამ მე რა მეთქი ასე ვიტყვი. აქ ვინც გააზიარა ეს პრობლემური არ არის და რაც გააზიარა, ანუ თეოდორე გაგნიძის ეს ქადაგება არც ეს არ არის პრობლემური, უბრალოდ განვმარტოთ, ჩავშალოთ გარკვეულ შემთხვევებში. მაინც მე ვეცდები, რომ მთელი პოსტი ალბათ არა, მაგრამ თეოდორე გაგნიძის ქადაგება მთლიანად არა, მაგრამ აი ალაგ-ალაგ ჩაგიკითხოთ და ჩემი კომენტარებიც დავურთო. მამა თეოდორე გაგნიძე 23 წელს ნიუ-ჯერსიში წარმოთქვამს ამ სიტყვას, ამ ქადაგებას ამბობს. საქართველოს ფუნქცია რა არის, კითხულობს თეოდორე გაგნიძე. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვის, ანუ წირვა და ლოცვა აღევლინება, ანუ ქართულ ენაზე მისტიკური კავშირი ღმერთთან. ამ უკანასკნელ წინადადებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება კი შეიძლება გამოვთქვათ და მე გამოვთქვამ, რომ მისტიკური კავშირია მაინც და მაინც, თუმცა პირველ წინადადებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რასაც თეოდორე გაგნიძე ამბობს, ეს არის გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და ამგვარი სიტყვები ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. განვაგრძოთ, ეხლა ეს განვმარტე, ეხლა განვაგრძოთ. ანუ საქართველო ტრადიციულად არის ქვეყანა იმ ადამიანებისა, რომლებიც ეკლესიის წევრნი არიან, ძალიან საკამათოა ეს. საქართველო არის ქვეყანა ტრადიციულად იმ ადამიანებისა, რომლებიც ეკლესიის წევრნი არიან, მაგრამ საქართველო ამავდროულად არის მულტიკულტურული და მრავალკონფესიური სახელმწიფო. და ეკლესიის წევრი შეიძლება სულაც არ იყოს რომელიმე მოქალაქე არაჩვეულებრივად, ვინც საუბრობს ქართულად, ან არ საუბრობს ქართულად, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაგრამ საქართველოს პატრიოტი კია, რომელიც არის ეროვნებით, ასე მაგალითად აზერბაიჯანელი და კონფესიურად შესაბამისად მუსლიმი. ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, მე-20 გავიგეთ 21 საუკუნეში ვართ და საქართველო არის პირველ ყოვლისა დღეს ასე უნდა შევაფასოთ და ასეა არის სეკულარული სახელმწიფო. მამა თეოდორე გაგნიძეს შესაძლოა აქვს წვერი სურვილი, რომ ამ კუთხით წაიყვანოს, იმიტომ რომ არის მღვდელმსახური, მაგრამ საქართველო არის პირველ ყოვლისა დემოკრატიული უნდა იყოს და სეკულარული სახელმწიფო. ოკეი? განვაგრძოთ, ეს არ არის ძირითადი თემა, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება. ეკლესიის წევრთა ერთობა გარკვეულ სივრცეს იკავებს, ქართველები კი ამ სივრცეს იკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ საქართველოს ტერიტორიის საზღვრები და ეკლესიის საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა. ასეა, მაგრამ საქართველოს ეკლესიის საზღვრები თუ ემთხვევა
ეკლესიის საზღვრებს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თუ ითვლება და ითვლება, ასე მაგალითად ხომ აფხაზეთის კათოლიკოსად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა წირვა-ლოცვის აღლენისა აფხაზეთის ტერიტორიაზეც და ამ შესაძლებლობას უსპობს რუსეთი როგორც სახელმწიფო. მართლმადიდებლური რუსეთიო ვინმე იტყვის. ოკეი, თუ გრებავთ არ ვიტყვი რომ ეს ფსევდო მართლმადიდებლურია, თუ მართლმადიდებლურია, მით უფრო ის არის ექსპანსიონისტი და ამავდროულად მართლმადიდებლური სახელმწიფო რუსეთი, მისი ფსევდო თუ ნამდვილი პატრიარქით და ჩვენ არ გვაძლევს შესაძლებლობას რომ გალს იქით, ენგურს იქით აღვავლინოთ წირვა-ლოცვა ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში. ამიტომ ამაზეც კარგი იქნებოდა თუ ღვთისმსახურები გაამახვილებდნენ ყურადღებას. კვლავ ვიმეორებ, თუ ეკლესიის საზღვრები და საქართველოს ტერიტორიის საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა, წირვა-ლოცვის აღავლენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საქართველოს ეკლესიას უხეშად, არა მხოლოდ სოხუმში, არამედ გაგრაში, ბიჭვინთაშიც კი. ეკლესია შენობა ხომ არ არის, ეკლესია ჩვენ ვართ. ვინც მონათლულები ვართ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ერთი დიდი ეკლესიაა, საქართველოს დე იურე საზღვრებში. ასე ვიტყვი მე. ქართველებმა ძალიან უცნაურად მიიღეს ქრისტიანობა, მე თეოდორე გაგნიძე ყვება როგორ მიიღეს, აღნიშნავს და გვიამბობს იმის დაობაზე, რომ კაბადოკიელი ნინო შემოვიდა და ის იყო იმხანა 14 წლისა და ასე შემდეგ და ასე ბევრ რამეს ამბობს. და აი აქ არის ძალიან საინტერესო ყურადღებო ფრაზა, როცა თუ არ ვცდები გორგასალზე გადადის ან შემდგომ პერიოდზე, საოცრად არ გეჩვენებათ, კითხულობს მამა თეოდორე გაგნიძე და ვახტანგ გორგასლის და აგზელებს. ვახტანგ გორგასლის დროს შეიძლება უფრო მომგებიანის ყოფილიყო, მაზდიანები გამختارიყავი სპარსელების გამო, ნუ ეს ცნობილი თეორია ამის თაობაზე და ისიც თქვენ რომ უშუალოდ ვახტანგ გორგასალსაც სპარსეთთან ჰქონდა მჭიდრო კავშირები, მაგრამ ნახეთ რას ამბობს. თეოდორე გაგნიძე, მე არა ღვთისმსახური სპარსელების გამო მაზდიანები გამختارიყები და არა ქრისტიანები ბიზანტიელების გამო. მithumeres ნათესაური კავშირი ვახტანგ გორგასალს სპარსელებთან უფრო ჰქონდა და სწორია. ანუ საქართველოს უკვე იმ თავითვე აირჩია ბიზანტია, ახლა ასე ვიტყვი, მაგრამ თუ გებავთ ასე ვიტყვი ევროპული გზა. ახლა მაქვს კითხვა. თუ საქართველოს იმ თავითვე აირჩია ევროპული გზა, ანუ აქვს საუბარი გვაქვს მე-4 საუკუნის დასაწყისზე და ვახტანგ გორგასლის შემთხვევაში მე-5 საუკუნეზე 501-ში თუ 502-ში გარდაიცვალა ვახტანგ გორგასალი. ესე იგი საქართველოს იმ თავითვე ისტორიული არჩევანი ყოფილა მოძრაობა ევროპისაკენ და კითხვა მაქვს არა იმდენად თეოდორე გაგნიძესთან და არც ჩემ მეგობართან, რომელიც ამას აზიარებს და სწორს შვება რომ აზიარებს, საქართველოს ეკლესიასთან დანარჩენ პრაქტიკულად ყველა ღვთისმსახურთან განა ამას ქადაგებს კი ამბიონებიდან საქართველოს ეკლესია ევროპულ გზას ქადაგებს თუ არ ქადაგებს. აი რო დავიწყოთ სინოდის წევრთა 97% ამას ამბობს. არა თეოდორე გაგნიძე არ არის სინოდის წევრი, მაგრამ როგორია სულისკვეთება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა. გასაგებია რომ აღმოსავლეთით მაზდიან სპარსებისაკენ აღარ მიდიან, მაგრამ დასავლეთის გარდაუვალ აუცილებლობას ქრისტიანული კულტურის და გარდაუვალ აუცილებლობას ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას კულტურის ქრისტიანობის დასავლეთის შემოსვლის აუცილებლობას, დასავლეთთან ყოფნის აუცილებლობას ქადაგებს თუ ახლა უნდა ასე ვთქვა, თუ ფსევდო ქრისტიანებთან ერთობას, რომლებმაც დაგვიყრეს 1801 წელს და მანამდე ხო შემოვიდნენ და შემოვიდნენ. აგზელებს თეოდორე გაგნიძე, ქრისტიანობა ავირჩიეთ და გიორგი მეშვიდეს დროს ერთიანი საქართველოს მეფე და გიორგი მეშვიდეს დროს ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე იყო, ცოტა საკამათოა, ცოტაზე მეტად საკამათოა, საქართველოს პრაქტიკულად განადგურდა თემურლენგის შემოსევის შემდეგ, ხო, გიორგი მეშვიდემ ამ სიტყვებით შეუთვალა თემურლენგსო, დიაცი იყო თუ არ შემოხვიდეო და ესეც შემოდიოდა იცით თქვენ. და ქართველებმა ფაქტობრივად განაცხადეს ბზაობას, სრულად დახოცილი იყვნენ, სრულად გამწყვალიდნენ, ოღონდ ქრისტესათვის არ ეხალათათ. დღევანდელ დროებაში ჩვენ სინამდვილეში ჩვენ გვძრახავენ იმას, ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ მზადა ვართ თავის შევწიროთ ქვეყანას და თუ ადრე ეს იყო თავის შეწირება ქრისტესათვის,
ახლა თავის შევწიროთ ქვეყანას ჩვენივე თავისუფლებისა და ქვეყნისათვის. დიახ, სეკულარულ სახელმწიფოში არავითარ შემთხვევაში არ მიკნინებულა ქრისტიანობა ან ქრისტე, როგორც ასეთი, როგორც ღმერთი. ნებისმიერ მათ შორის ქართულ საზოგადოებაში, ქართულ სეკულარულ საზოგადოებაში არ კნინდება, ისევე როგორც არ კნინდება სხვა კონფესიებისათვის ის მნიშვნელოვანი პერსონები ან ღმერთები, რომლებიც იმ კონფესიებს ჰყავთ და არც უნდა მიკნინდეს, მაგრამ ქვეყანა არის სეკულარული და ახლა ჩვენ ამას ვამბობთ, რომ დაგანცხრობით სხვაგან ყოფნას მირჩევნი აქ სიკვდილი ერთია და ასევე არ გავცვლის ალსაკლდეებს სხვა ქვეყნის საფოთხეზე და მეორეა და ასევე ვამბობთ, რომ ჩვენ შევეწირებით თავისუფლებისთვის ბრძოლა, თავის ქვეყანას შევეწირებით თავისუფლებისთვის ბრძოლას კი არ და არამც არ გავაჩერებთ და სეკულარიზმში, სეკულარობის პერიოდში, პირობებში სწორედ ეს თეზაა უმნიშვნელოვანესი, ბარემ ვიტყვი ამას. ქრისტესთვის არ ეღალატა თუ ბრძანებს თეოდორი გაგრიძე. შეგახსენებთ თებურლენგი ვინ არის და მე თებურლენგზე პასაჟი. ჩრდილოეთ კავკასია მაშინ გამუსლიმან და ისინიც ქრისტიანები იყვნენ, მანამდე ერთხელ შემოუარა და ყველა გამუსლიმანა. ირანი ოსმალეთი ყველა ხელში ეჭიდა მთელი შუა აზიის ქვეყნები. ნუ პრინციპში აქ ცოტა საკამათო კი არ არის, ცოტა უფრო ცალად შეიძლება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაინც. საქართველოს უბრალოდ გასასვლელი იყო ევროპაში, ნახეთ. აქაც თეოდორი გაგრიძე უნდა თუ არ უნდა და დარწმუნებული ვარ უნდა კიდეც და ეს ირიბი მესიჯებიც არის, ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ამ იმედს ვიტოვებ, ხო? თეოდორი გაგრიძე ამბობს იმას, რასაც ჩვენც ვამბობთ, ანუ ადამიანები, ვინც რუსეთიზაციას ეწინააღმდეგება აქ და ამ ქვეყანაში. თეოდორი გაგრიძე ამბობს, რომ საქართველოს უბრალოდ გასასვლელი იყო ევროპაში, მოხსნათ სიტყვა უბრალოდ, საქართველოს იყო გასასვლელი ევროპაში. დიახ, საქართველოს ახლაც ეს ფუნქცია აქვს, ის არის ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი მითქი ასე ვიტყვი ქრისტიანული ქვეყანა, ქრისტიანული კულტურის ქვეყანა, შესაბამისად რომელიც უნდა იყოს შეზრდილი ქრისტიანულ ევროპასთან და ევროპის ნაწილი და არა ჩრდილოეთთან, რომელიც კულტუროლოგიური ფენომენი, დამოუკიდებლად იმისა, რა კულტურისა და ხელოვნების რა ნიმუშები შეუქმნიათ მათ, ასე მაგალითად არ ვიცი, პროზაში, ხო, დოსტოევსკი ხდილი მწერალია, ის არ არის და ვერ იქნება კულტუროლოგიური და მით უფრო ქრისტიანული ფენომენი ჩრდილოეთი. დამოუკიდებლად იმისა, სუზდალში თუ ვლადიმირში, სუზდალში როგორი ტაძარი აქვთ და რა ადგას იმ ტაძრებს თავზე, ანუ ხახვის თავა გუმბათები. უნდა ხოლოდ ისე საქართველოს უბრალოდ გასასვლელი იყო ევროპაში რომ გავიდოდა ზურგში ქრისტიანული ქვეყანა არ უნდა ყოლოდა თებურლენგი, ანუ იფიქრა ამასაც უსებ გავამუსლიმებ და გავივლიო და არ გამუსლიმან და საქართველოს. ოკეი, ახლა არ უნდა გარუსდეს სწორედ ამ ლოგიკით. შემოვიდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4, 8ჯერ, ამდენად მახსოვს 9ჯერ ამ მნიშვნელობა აქვს, ქვაქვაზე არ დატოვა, ბოლოს იდეურად დამარცხდა. ანუ თებურლენგი. გიორგი მეშვიდეს დაუწერია წერილი, ვაღიარებ რომ საქართველოს არის ქრისტიანული ქვეყანა. ეს არის საქართველოს მისია, საქართველოს მსოფლიოს აჩვენებდა გმირობას. ნახეთ, აქაც თეოდორი გაგრიძე ამბობს იმას, რასაც არ ქადაგებს არც ეკლესია ჩვენთან და არ ქადაგებს საერო ხელისუფლება. საქართველოს მსოფლიოს გავიმეოროთ ეს ზიანება. საქართველოს მსოფლიოს აჩვენებდა გმირობას, რომ ქრისტესათვის არა მარტო სიცოცხლე, არამედ სიკვდილიც ღირს. დღევანდელ დღეს დავტოვოთ ქრისტე, არ შევეხოთ რა უფლება გვაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, ისევე როგორც უკრაინა აჩვენებდა და აჩვენებს მსოფლიოს, რომ თავისუფლებისათვის და ქრისტე თავისუფლებაა. ესეც ხომ არის? ხო, სიყვარულია თავისუფლება. ღირს სიკვდილი ქრისტესათვის და ქვეყნისა და ქვეყნის თავისუფლებისათვის. ოღონდ სიკვდილი ახლა მაინც და მაინც რაღაცა თეოდორი გაგრიძე ამბობს თუ გნებავთ ამ კონტექსტში ვიტყვი, ხო, მაგრამ მე აქ მაინც და მაინც რაღაც შეკოლას არ გულისხმობ, ქართული მდიდარი ენაა, შეკოლას, უაზრო შეკოლას რუსეთთან, ხო, არ გულისხმობ, აქ ვლაპარაკობ თავგანწირვას სამშობლოსათვის. აი, რაც ჩაიდინა ასე, მაგალითად გიორგი ანწუხელიძემ, რომელიც ამათმა ქართულმა ბანდამ, ოცნების ბანდამ ესე მისხიპა გიორგი ანწუხელიძის სახელი.
ასეთები ვიყავით ქართველები და მე ვიტყვი რომ ასეთები იყვნენ არა მხოლოდ ქართველები და ვიყავით არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მაცხოვრებლები, სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ბარემ რო ვიცოდეთ. და ჩვენ სინამდვილეში საქართველოსთვის მრავალი 10 წლეულის განმავლობაში და კონკრეტულ ბრძოლა ომებში და ამბებში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველები, ეროვნებით ქართველები, არამედ ეროვნებით ასე მაგალითად აზერბაიჯანელები მეორეჯერ ვახსენებ მათ და სხვა ეროვნების წარმომადგენლები, სომხებიც მონაწილეობდნენ, სხვებიც, რომლებიც ეხიდებოდნენ ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა გამარჯვებისაკენ მიჰყავდათ. აქვე ვიტყვი რომ აფხაზებიც. ასეთები ვიყავით და ქართველები და იმიტომ ვართ ახლა ჩვენ ქრისტიანები. თორემ ჩვენ წინაპრებს ასე რომ არ ეომათ და ასე რომ არ ეშრომათ, ვინ მიგვიყვანდა აქამდე დავეთანხმოთ თეოდორე გაგნიძეს და აგზელებს, ასრულებს ასე თავის გადაგებას წარმოთქმულს შეერთებულ შტატებში ნიუ-ჯერსიში 2023 წელს ასე ასრულებს თეოდორე გაგნიძე. ეს არის საქართველოს მისია, ყველა საჩვენოს, რომ მზად ვართ მოვკვდეთ და აგზელებს ქრისტესათვის. ოღონდ კონფესიურ სახელმწიფო სეკულარულ სახელმწიფოში ქრისტესათვის სიკვდილი არის ვალი ადამიანებისა, ვალი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მისია თუ გნებავთ ისე ვიტყვი, ვინც მორწმუნეა, ქრისტიანია ასე ვიტყვი. მაგრამ სხვათა ვალი, ვინც სულაც არ არის შესაძლოა მორწმუნე, ან სხვა კონფესიის წარმომადგენელია სეკულარულ სახელმწიფოში და ასევე ქრისტიანების ვალია, ღირსება იმისთვის რომ ორთავე სოფელსა თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ხო? ვიხაროთ ორთავე სოფელსა შინა, ვალია რომ შეეწირონ ერთის მხრივ ვისაც უნდა ქრისტეს, რა უფლება გვაქვს? მაგრამ მეორეს მხრივ სწორედაც რომ თავისუფლებას და ახლა თეოდორე გაგნიძესაც არა, იმ ჩემ მეგობარსაც არა, რომელმაც ეს პოსტი გააზიარა, მაგრამ უკლებლივ ყველას ვინც ალაიქებს ამ პოსტებს, ამგვარ პოსტებს და ასე შემდეგ დავუსვამ მარტივ კითხვას. ქრისტეს ამოძირკვა. ქრისტეს თავისუფლების ამოძირკვა ერთია, ვიცით, ყველამ გავიარეთ. ქრისტეს ამოძირკვა ვის უნდა ჩვენი ქვეყნიდან? ვის უნდა რომ ჩვენ არ მოგვეცეს შესაძლებლობა შენობა ნაგებობებში, მაგრამ ქრისტეს სახლში, მაცხოვრის სახლში, ჩავატაროთ წირვა ლოცვა სწორედ ქართულად, ანუ იმენაზე, სადაც რომელზეც შამი ქართულ შამი აღესრულებს, ქართული და ენითა წირვა აღესრულების და შამის შეიძლება ქართული ენით და შამი შეიწირვის, ხო? ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელზე ენაზეც შამი შეიწირვის და გადავაგდე ტელეფონი და მეგი დამავიწყდა ეხ ნასწავლი ოდესღაც და ვერ წარმოვთქვი კარგად. იბოდი შევცხადე. შამი შეიწირვის. ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, ხო? ვის უნდა? ვინ არის გარდა იმისა, რომ საერო ხელისუფლება იმ ქვეყნისა არის ჩვენი მტერი? თლიანად ქვეყანაც რომ მტერია, თავისი საზოგადოების უმრავლესობიანა, ესეც ფაქტია, მაგრამ აი ქრისტიანული ძმურის სიყვარულით ვინ არ გვიყურებს ჩვენ? აი ხო არა ბანდიტი რო ყავთ ეკლესიის სათავეში. და რომელთან ურთიერთობის მილაგებ-მოლაგებასაც წუხვარ, მაგრამ ცდილობს საქართველოს საპატრიარქო. აქაოდა რაღაცა სოფისტური არგუმენტებით, მათ შორის არგუმენტით, რომ თუ ჩვენ გადავძაბავთ ურთიერთობას რუსეთის საპატრიარქოსთან, იმპერიალისტურ და კგბ-შნიკურ საპატრიარქოსთან, ამ შემთხვევაში რუსეთის პატრიარქი, რომელიც სახელსაც ვიტყვით თუ გეოთ კირილი და დასერჩეთ ბანდიტი კირილი, ამ შემთხვევაში რუსეთის პატრიარქად წოდებული კირილი და მისი ქვემდებარეები აღიარებენ ცხუმ-აფხაზეთის ავტოკეფალიას, ეკლესიის ავტოკეფალიას, იქ გვარებიც ვიცოდი და ვიცი, ვინც ამას ცდილობს, რომ აღიარებინოს იქნება და რუსეთს. მაგრამ აქვე ვიტყვი, ბოდის ვიხდი. ჩვენ რა ვქენით უკრაინასთან მიმართებაში? ტომოსი, ესე ქვია, ხო? წავიკითხეთ. ან რატომ არ აღიარა ჩვენმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალია? რა ვამბობთ იმას, რომ
რუსეთი უნდა განაგებდეს ეკლესია მონასტრებსა და მრევლს უკრაინაში, რომელიც ასე იბრძვის და დამოუკიდებელია, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თან არგუმენტები ჰქონდა და თან პრაქტიკულად მართლმადიდებლურ სამყაროში დავშით მხოლოდღაც ჩვენ, ვინც არ აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას და რატომ? იმიტომ ხო არა რომ ფსბ-ს ხაზი, როგორც ასეთი დუგინი ჩავთოთ შიგნით თუ გნებავთ აქაური მღვდელმთავრების დასახელებით თუ დაუსახლებლად ჩავთოთ ლევან ვასაზე ჩავთოთ და სხვები. იმიტომ ხო არა რომ ფსბ-ს ხაზი და ფსბ-ს power ძალა, ფსბ-ს მონაწილეობა საქართველოს ეკლესიაში არის წარმოუდგენლად დიდი. იმიტომ ხომ არა რომ საქართველოს ეკლესია ინარჩუნებს ევქარისტიულ კავშირს რუსეთის ეკლესიასთან, ანუ მოიხსენიებს ხსენებულ ბანდით გუნჯაებს ბარძიმში ქრისტეს სისხლში მოიხსენიებს მას შიში გვაქვსო ვინმე იტყვის იმ რომ არ აღიაროს ემანდ აფხაზეთის და გიბოდიშებს და რომ არ აღიარებს ახლა წართმეული არა აქვს. თუ არსებითად განსხვავებული ტიპები გგონიათ ეს გუნჯაევი და პუტინი ერთმანეთისაგან, ერთიც იმპერიალისტია და მეორეც დედა საიმასქნებელი, ხო? რო არ წარმოვთქვი ეს სიტყვა კარგია. წამოგწდება ხოლმე კაცს. თეოდორი გაგნიძის ამ გადაგებიდან უმრავლესობა მოსაზრებებს ხო ვიზიარებ, მაგრამ ქრისტესთვის და თავისუფლებისთვის და ქრისტე თავისუფლებაა, გარდა იმისა, რომ სიყვარულია, გარდა იმისა, რომ კველობაა, გარდა იმისა, რომ სულგრძელობა, ხო, ადამიანები ეწირებოდნენ მართლა ქრისტეს და სამშობლოსაც ეწირებოდნენ. არ გამოვიდეს ისე, რომ ამ სწორ რაღაცებს რომ ქადაგებთ, არ გამოვიდეს, ბარემ ამასაც ვიტყვი, რომ აი წარსულში მხოლოდ ქრისტესთვის იბრძოდა ქართველი, არა. არ იბრძოდა მხოლოდ ქრისტესთვის, გნებავთ ადრეულ საუკუნეებში და გნებავთ შუა საუკუნეებში. ის იბრძოდა მათ შორის ქვეყნის თავისუფლებისთვისაც. უბრალოდ 1801 წელს მოხდა ის, ცოტა ადრინდელი პერიოდიდან დაიწყო და 1801 წელს საბოლოოდ გაფორმდა. 1800 წელს და 1801 წელს რომ ეს ერთმორწმუნე შემოვიდა არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ შემოვიდა მათ შორის მირონით. ჯვრით და ჯვრით შემოსულმა დაგმართა ის და ამ პროცესში ვართ ახლაც, რაც არ დაუმართავს ჩვენთვის ესე ხილულ ჩვენი გამუსლიმება, ანუ ქრისტიანობისაგან ქრისტიანობის წართმევა რო უნდა და არ დაუმართავს ჩვენს აურაცხელ მტერს, რომელთა ეს ქვეყნები, ხო, ჩვენი, აი ასე მაგალითად თურქეთი, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე იყო, მტერი იყო თუგდებოთ ასე ვიტყვი, ახლა ჩვენი პარტნიორია, გაცილებით დიდი პარტნიორია ვიდრე მუსლიმური თურქეთი. ვიდრე წყალებში თუ უბჭყალებოთ ერთმორწმუნე რუსეთი. და ეს რემარკაც უნდა გამეკეთებინა. ეს არის ქვეყანა თურქეთი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ თლიანობას არა მარტო ცნობდა, არა მარტო ცნობს ახლა მოცემულ ეტაპზე, არამედ მომავალშიც არასოდეს არ შემოარხებებს, რაც არ უნდა გავბრაზდეთ და ვთქვათ, რომ ის აი 497 თურქი დასახლდა ბათუმში და ამ 497-ს 221 კაზინო აქვს და იქ ცუდად იქცევიან. არა, ეჯიპტაი ერდოღანის თურქეთი იქნება თუ სხვა რომელიმე ლიდერის თურქეთი, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ ჩვენსას. რუსეთს ეუბნებიან, რომ არ არის შენი არც აფხაზეთი, არც აჭარა, თუ აჭარაში მაინც და მაინც პრეტენზია აქვს და ექნება რუსეთს სასაკვირია, არც დედაქალაქი თბილისი და არც კახეთი. ისინი ამბობენ, რომ შავ ზღვაში ჩვენი პარტნიორი, ჩვენ დიდი პარტნიორები უნდა ვიყოთ, მათ ინვესტიციების გაკეთება უნდა ამ ქვეყანაში. პრობლემა სადაც არის, როგორც პარტნიორს შეგიძლია ელაპარაკო, რუსეთი პარტნიორი არ არის, თანასწორად არ გიყურებს, თურქეთი კი გიყურებს. სხვა მუსლიმურ სახელმწიფოებზე შეიძლება ამის თქმა, რასაკვირველია ვიღაცას დემოკრატიას დაუწუნებ აზერბაიჯანს, მაგრამ ეს ანტიაზერბაიჯანული შეძახილები ამ 4-5 წლის წინ გარეჯი საქართველოს არის გარეჯი ეგრე მაგის პასუხია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს, რომელიც გარეჯში მოდიოდა და ამ პროპაგანდას ახვა, მინდა ვკითხო,
სად არის გარეჯი ივანიშვილმა და გიბრუნათ კობახიძემ ღარიბაშვილმა თუ ანრი ოხანაშვილი აპირებს მაგის და გარეჯის დაბრუნებას და იმ სადავო ესე ვიტყვი ტერიტორიული საკითხების მოგვარებას აზერბაიჯანთან რომელიც დემოკრატიული არ არის რაზეც აწყეს მათ საკუთარი PR კომპანია ხო ახლა გავაგდებოთ ხა ამ თემას თამი და ამოიწურა უნდა ამოვწურო დავასრულოთ ხო ეს ვიდეო ბლოგი ამბობს სწორ რაღაცებს მაგრამ არ გამოვიდეს ისე რომ თავისუფლებისთვის არ იბრძოდნენ ქართველები არ იბრძოდნენ მარტო ქრისტესათვის ადრეულ წლებში ადრეულ საუკუნეებში ისინი თავი ქვეყნისათვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვისაც იბრძოდნენ და ამის უამრავი კი არა ყველა ომი გადახდენილი საქართველოს ამის და იმ დროინდელ საზოგადოებას ქართულს ამის ნათელი დასტურია და კიდევ ბოლო პასაჟი კარგი ჩავრჩეთ იმ ჩარჩოებში რომელიც თეოდორე გაგნიძემ შემოგთავაზა ამ ქადაგებაში 2023 წლის არის დარწმუნებული ვარ ახლაც ასე ფიქრობს მადლობას ვუხდით კი ბატონო არ კამათობთ მაგრამ ასე ფიქრობს კი თეოდორე გაგნიძეს მიმართავ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელ მსახურთა და მთავართა სამღვდლო პირთა უმრავლესობა ხომ არ უღალატა ასე დავსვავ კითხვას ხომ არ უღალატა საქართველოს ეკლესიამ როგორც ინსტიტუციამ მე-20 საუკუნის ორ უზარმაზარი მასშტაბის და უზარმაზარი მნიშვნელობის მღვდელ მთავარს ვახსენებ ახლა გზას კირიონისა შესაბამისად კირიონს და გზას ამბროსი ხელაიასი და შესაბამისად ამბროსი ხელაიას და ხომ არ დაადგა და მე მგონია რომ დაადგა წარია სიმართლე დაადგა ესე გეტყვით ახლა აი სხვებს არ ვახსენებ შეგნებულად გზას ქრისტეფორე ცისქიშვილისა და რა მოხდა 20-იანი წლების დასაწყისში მათ შორის როგორ გარდაიცვალა უზარმაზარი მნიშვნელობის პატრიარქი საქართველოსთვის ამბროსი ხელაია ახლა 22 წუთი რომ დაიწყო ვიდეო ბლოგისა ახლა ამ თემაზე ნუ მალაპარაკებთ ვიკიპედიას გასცდით და ქსელში დაგუგლავთ აუცილებლად ნახავთ ჩაძვეით ერთი 3-4 საათი მაინც დაუთმეთ ამ თემის არასიღრმისეულ მაგრამ ზედაპირულ კვლევას თუნდაც და აღმოაჩენთ როგორ მოკლეს კირიონი და როგორ მოკვდა გარდაიცვალა ამბროსი ხელაია 1927 წელს მე პერსონალურად არ ვაზიარებ ხოლმე ქადაგებებს მაგრამ ახლა მომინდა რატომღაც რომ სწორედ ამბროსი ხელაიას და ან კირიონ საზაგლიშვილის რომელიმე ქადაგება ავიღო და შევოგთავაზოთ ან Facebook-ზე ან უახლოეს დღეებში ჩავწერო იმ ქადაგებაზე და თეოდორე გაგნიძე ალბათ მიესალმება კარგი ვიდეო ბლოგი ნახვამდის